ყველაზე ფილოსოფიური ჩემი აზრით ამ 7 მაგიური პრინციპიდან არის მე-6 კარმის კანონი. ყოველ მიზეზს მოყვება მისივე შედეგი. ყველა შედეგს აქვს თავისი მიზეზი. ყველაფერი ამ კანონს ექვემდებარება. შემთხვევითობა არის ის, რაც ადამიანებმა კარმის კანონს უწოდეს. მიზეზებისა და შედეგების კავშირის მრავალი საფეხური არსებობს, მაგრამ მოცემული კანონის გვერდისავლა არც ერთ მათგანზე არ ხდება. სამყაროში არაფერია შემთხვევითი, ყველაფერს რაც ხდება, მიზეზი აქვს. კარმის კანონს, რითმის კანონს თუ შევუსადაგებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ყოველი შედეგის მნიშვნელობა მისივე მიზეზის ტოლფასია. ადამიანები მხოლოდ შედეგების სამყაროში ცხოვრობდნენ, ხოლო მოვლენების მიზეზები მხოლოდ ატლანტიდელი ქურუმებისთვის იყო ცნობილი. მიზეზების სამყაროს გამოვლენა მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ სამყაროებში ხდება. კარმის კანონი მჭიდრო კავშირშია კვლავ დაბადებასთან. ის, ეგრეთ წოდებული ჩვენს მიერ დარქმეული უსამართლობების ლოგიკურ ახსნას იძლევა. გვეხმარება გავარკვეს თუ რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი ავადმყოფი, ან სწრაფად კვდება, რატომ ცხოვრობს ზოგიერთი ნატიფი სულის მქონე ადამიანი გაჭირვებაში, ხოლო სხვები განცხრომაში. ეს კანონი ზოგიერთი ბავშვის ზებუნებრივ ნიჭს ხსნის და ასევე გამართლების ან არ გამართლების ფაქტორსაც. ძველი და გასაიდუმლოებული, ფართო მასებისთვის ხელმიუწვდომელი ცოდნის მიხედვით, ადამიანების კოლექტიურ კარმას არხონტები მართავენ. მათ კონტროლშია ინდივიდუალური კარმა. არხონტები გეგმავენ და დგამენ ინსცენირებებს, რათა ადამიანმა მიღებული გაკვეთილებიდან გამოცდილება მიიღოს. მდიდარი იბადება ღარიბად, ხოლო ის, ვინც ადამიანებს წამებაში ამყოფებდა, თვითონ დაიბადება მონად. კარმის პრინციპის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თვისება არის ის, რომ გადამტანის მიერ ამოქმედებული კარმის შედეგი შეიძლება იმ ადამიანებზე გავრცელდეს, რომელთაც არანაირი შეხება არ გააჩნიათ მის მიზეზთან. არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ის, ვინც უარყოფითი კარმის მქონეს დახმარებას აღმოუჩენს, საკუთარ თავზე მიიღებს მოსალოდნელ დარტყმას. აქედან გამომდინარე, ატლანტები მეზობელ კონტინენტებზე მცხოვრები ველური ადამიანების დახმარებას ერიდებოდნენ. ქურუმები ამბობდნენ, რომ დახმარება მხოლოდ სულიერ პლანზეა შესაძლებელი, ისიც მაშინ თუ ადამიანს თავად აქვს ამის მოთხოვნილება. კონკრეტული მდგომარეობის შეცვლით, ინდივიდის ტანჯვის შემსუბუქება იგივე გაკვეთილის გათავისების საშუალების წართმევაა. სხვა სიტყვებით, ვინც სვამს, ბოლომდე უნდა დალიოს, რათა წყურვილი მოიკლას, ვინც ავადმყოფობს, ბოლომდე უნდა იავადმყოფოს, ღარიბი კი იქამდე უნდა ცხოვრობდეს სიღარიბეში, ვიდრე მიღებული გაკვეთილით გარემოებების შეცვლას არ ისწავლის. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.